მე ნათია ვარ განთავისუფლებული, დაგვარი მოგოვრები აბნული, аю რასტვარას снимаю гаю. Злеби лихи плохиеби отсекаю, никак не действует, только отключается от меня подальше. Ეხლა რა მინდა ვილაპარაკო. ეს კამერები ხო მაგალითად კამერები დავიწყოთ მაგალითად აი კორპუსის კამერები რას ეხება? ნუ შედიან ხალხი გამოდიან ეს კამერა ასე ვთქვათ ციფრული მექანიზმი იმახსოვრებს ამ ხალხს, მაგრამ ამ რა ქვია ვიდეო კამერებს არის კერძო საკუთრება, ხო? სამეზობლო თვალთვალია ეს. თვალთვალი სამეზობლო თვალთვალია. ეს არის კორპუსის კამერა, ანუ სამეზობლო თვალთვალია, სამეზობლო ნაბლუდენია, რასაც ქვია. ანუ ეს არის კერძო პირების, იქ რო არ მოხდეს, რა ქვია, ქურდაობა, ხან ლიფტებს იპარავენ, ხან სახლებს ტეხავენ, ხან, რა ვიცი, 1000 რაღაცა ხდება. ანუ კორპუსებზე აყენია ხანდახან კამერები, სადაც ხდება, ანუ კვარტირანტების თვალთვალი, შესვლა, გასვლა და რაღაცა, ხო? ანუ რო არ მოხდეს ქურდობა და რო არ მოხდეს გაუგებრობა, რო ასე ვთქვათ, ნუ ეს ამას აკონტროლებენ მეზობლები, ხო? ანუ შინ ის რა ქვია, კერძო პირები. ეხლა არის კიდე მაგალითად მაღაზიებშიც არის ხო ეს კამერა გაკეთებული, ხო? მაღაზიების კამერას აკონტროლებენ ვინები? ინდმეწარმეები, ხო? ანუ ინდმეწარმეები, ანუ მაგალითად ორინაბიჯის მაღაზია, მაგალითად სპარის მაღაზია, ხო? აკონტროლებენ ამ თავიანთ მაღაზიებს, იმიტომ რომ მაღაზიებშიც ხდება ქურდობა, კამფეტებისა და რაღაცეების მოპარვა იქა და მე აქვთ ზარალზე მიდიან, ხო? ზარალზე მიდიან და ეს რა ქვია, რომ არ მოხდეს ეს რა ქვია, თავი რო დაიზღვიონ და რომ არ მოხდეს ეს რაღაცა, ამიტომ კამერებით და მაღაზიის კამერები, ინდმეწარმეები და კერძო მეპატრონეები ხო უყურებენ, კიდე უყურებს ასე ვთქვათ დაცვის პოლიცია. დაცვის პოლიციაც უყურებს ამას, თუ საჭიროა მერე გადაეცემა ეს კამერები, ასე ვთქვათ, საგამომძიებლო პოლიციას, ანუ პროკურატურას, ხო? ანუ ეს ჩაიწერეს ეს კამერები და გადაეცემა დაცვის პოლიციას ან საპროკურატურო პოლიციას. ეხლა უყური არის კიდე კამერები, ასეთივე კამერები აყენიან მაგალითად რესტორნებში, შაურმებში, დისკოებში, ხო? დისკოებში, რომელსაც უყურებენ რესტორნები, შაურმები, მაღაზიები, დიდი მაღაზიები, ხო? ბაზრებზეც არის გაკეთებული კამერები, მაგრამ ბაზრებზე კამერები ეს კერძო ინდმეწარმეები უყურებენ, ანუ კერძო პირები, კერძო პატრონები უყურებენ და აკონტროლებენ თავიანთ, ასე ვთქვათ, ტერიტორიებს, რომ იქ არ მოხდეს ან დანაშაული, ან ქურდობა, ან რაღაცა და ასე ვთქვათ, მერე ეს თუ საჭირო იქნება გადაეცემა დაცვის პოლიციას, ისედაც უყურებს ამას დაცვის პოლიცია და მერე თუ საჭირო იქნება გადაეცემა საგამომძიებლო პოლიციას, ანუ პროკურატურას, ხო? საგამომძიებლო პოლიციას, ანუ პროკურატურას. ეხლა მესამე კამერები, რომელიც არის ქუჩებზე დაყენებული, ანუ რომლებზეც რა ქვია, მანქანებს, რომლებიც უყურებენ, ხო? მანქანებს, მოსახლეობას, ვინ მიდის, ვინ მოდის, ანუ მანქანის ნომრებსაც კიდე რომ იგებენ, ხო? ასეთი კამერები ხო არის დაყენებული ქუჩებზე, კუთხეებში, ხო? ანუ ეს კამერები არის აკონტროლებს უკვე პოლიცია, უკვე აკონტროლებს პროკურატურა, პოლიცია ამ ასეთ კამერებს, ხო? ეს თუ საჭიროა რაღაცა იქ მერიაც აკონტროლებს ამას, ანუ მერია, გამგებლობა, მთავრობა, პროკურატურა. ამ რა ქვია, ქუჩაზე დაყენებულ კამერებს აკონტროლებს პოლიცია, პროკურატურა, მერია. ეხლა არის დაუშვათ კამერა, ვიდეოები ჩაწერა ადამიანმა, ინტერნეტ კამერა, ხო?
ინტერნეტ კამერაც არის, ხო, ჩავწერე ახლა ლექსები, ზღაპრები, მუსიკები, რაღაცეები და ჩემი ვიდეოები გაიშვა ეს ინტერნეტ კამერაში, მე ჩემი საიტი მაქვს აქ და ჩემ ინტერნეტ კამერას ვინ აკონტროლებს ახლა? ინტერნეტი ხელოვნური ინტელექტი არის, ციფრული მექანიზმი არის. ამ რა ქვია სხვა კამერებს თუ აკონტროლებენ კერძო პირები, პროკურატურა რა არის, კერძო პირები არიან, რომ კერძო პირები მუშაობენ, ხო? ნუ ესეც ეგრეგერიანული სისტემები არის, მაგრამ უფრო კერძო პირული ეგრეგერიანული სისტემები არის. ეს მაღაზია თუ დაიშალა, სპარი თუ დაიშალა, მაღაზიის ეგრეგერიანული სისტემები დაიშლება. ამ მაღაზიის ეგრეგერიანულ სისტემებში რა შედის, სპარში რა შედის? მარტო კამერა კი არა, კამერის ხელმძღვანელები, პროდუქციები, ფირმები, რა ფირმის პროდუქციაა და ყველა ფირმას თავთავისი დასახელება აქვს. ყველა ფირმას თავთავისი ის აქვს, რა ქვია, ტელეფონის ნომრები, კოდები, შიფრები და აღრიცხვები და ათასნაირი რაღაცები, ეს ყველაფერი იქმნება ამით ეგრეგერები. ეხლა იგივე რესტორანი, იგივე ბაზარი, ბაზარში ვინ შევიდა, ვინ კარტოფილს ყიდის, ვინ მწვანეს ყიდის, ვინ სადადგა, ვინ ის, ვინ რამდენს იხდის ადგილში, ვინ მანქანით არის, ვინ ტაჩკით არის, ხო, ასე ვთქვათ, ბაზარში ვინ ტანსაცმელს ყიდის, ვინ ნასკებს ყიდის, ვინ შარვლებს ყიდის, ეს ყველაფერი ეს კერძო კაი კამერებია დაყენებული, ასე ვთქვათ, იქ დახლებზია ზოგი, ხო, ანუ კვადრატულები, ეს კვადრატი ჩემია, ეს კვადრატი შენია და ამ კვადრატებზე ხდება ეს გადასახადები, საგადასახადო ცალკეა, ესეც ამათი ეგრეგერებია, მაგრამ ეს ეგრეგერები, პატარა ეგრეგერები, ანუ კერძო პირებს ემსახურება. თუ ეს ბაზარი დაიშალა და იქ არც კარტოფილს ყიდის არავინ და არც იმას, არც იქნება კამერა და აღარც იქნება საგადასახადო და აღარც იქნება ეგრეგერი. всё. ეხლა ეს ინტერნეტ გადავედეთ ახლა ამ ინტერნეტ იმაზე. ინტერნეტ კამერაზე, რასაც ქვია, ინტერნეტში ჩავწერე მე ვიდეოები, გავუშვი ინტერნეტში ეს ვიდეოები. გავუშვი ეს ვიდეოები ინტერნეტში და ასე ვთქვათ, ჩემ ვიდეოს ხან იქ უყურებენ, ასე ვთქვათ, საქართველოში, ხან უყურებენ სხვადასხვა ქვეყანაში და ეს ინტერნეტს ვინ აკონტროლებს, ეს ელიტარული ინჟინერია აკონტროლებენ, ანუ ბლოგერები, ჰაკერები, კრაკერები აკონტროლებენ, რომლებსაც შექმნეს ეს პროგრამები. ეს პროგრამისტები დაწერეს რაღაცა სისტემებია ეს, ანუ ინტელექტებია ესენი, ინტელექტია, ხელოვნური ინტელექტი დაარქვი თუ რა დაარქვი, ნუ ეს პროგრამაა, რომელიც აკონტროლებს ამ ვიდეოებს და რა ქვია, ზოგიერთი ვიდეო დასაშვებია Facebook-ზე და YouTube-ზე, ზოგიერთი ვიდეო დაუშვებელია Facebook-ზე და ვიდეოზე. აქაც არის აკრძალვები, ხო? ზოგიერთი არ შეიძლება სხვისი ვიდეოების მითვისება და სხვისი რაღაცეების მითვისება, ხო? ხო არის ესეც აკრძალულია. მაგრამ ამ სისტემაში რომ შედის ადამიანი, აი ინტერნეტ სისტემაში რომ შედის ადამიანი და ინტერნეტ სისტემაში იგივე Facebook-ზე, იგივე რა ქვია YouTube-ზე, იგივე ოდნოზე, ოდნოკლასნიკებზე რო დებენ, თავიანთ სურათებს რო დებენ, თავიანთ ვიდეო ჩანაწერებს რო დებენ, ეს უკვე რა ქვია სისტემა უკვე მოქმედებს ადამიანზე, ანუ უკვე იწყება ამ დარეგისტრირდა უკვე აქ ადამიანი და იწყება ამ ადამიანზე სახელით, გვარით, რეგისტრაციით, დაბადების წრით, რა ვიდეო აიტვირთა, ვინ არის ამ ვიდეოზე, რა არის ამ ვიდეოზე, უკვე ასე ვთქვათ ხელოვნური ინტელექტი დაარქვი და ეს ხელოვნური ინტელექტი უკვე სკანირованиებას, კაპირованиებას იწყებს. ხო, და არის ადამიანს დაუშვათ პაროლი დაავიწყდა, ხო, და პაროლის
ნაცვლად თუ შენი სურათი ატვირთეო, გეუნება ისა, რა ქვია, ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური პროგრამა და ადამიანი ატვირთავს ხელოვნურ ინტელექტს, ხელოვნურ ისა ფოტოს ატვირთავს და მოხსნიან მერე პაროლს თუ ტელეფონის ნომერიც კიდე დაავიწყდა ადამიანს. ხო არის ესეთი პროგრამა იმაში, რა ქვია, ინტერნეტში. ანუ ინტერნეტი არის ძალიან, ასე ვთქვათ, თუ ძალიან ეს სოფლიო შემოქმედებითი ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ასე ვთქვათ საიტებია, სისტემებია, პროგრამებია, რაღაცეებია და რომელიც ასე ვთქვათ აკონტროლებს ამ სოფლიო შემოქმედებით ყველას და ყველაფერს, ანუ ნაბლუდენიებს აკეთებს ყველაზე და ყველაფერზე. ხო? ანუ ადამიანს არ უნდა ეგონოს, რომ ამ ინტერნეტით მე არ დავზარალდები. უნდა შეეცადოს ადამიანმა, რომ ყველაფერი ინტერნეტში არ ჩაყაროს და აი და ესა და ესა. ნუ ეს რა ქვია, არ არის ლამაზი. არ არის ლამაზი კი არა და არ არის დაზღვეული ადამიანი იმისგან, რომ თავი უნდა დაიცვას ადამიანმა ამ სისტემებისა და ამ რაღაცეებისაგან, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იყენებენ ხოლმე ამ რაღაცეებს. არის ანუნახური სისტემები, არის ეგრეგერიანული სისტემები, არის ელიტარული სისტემები, რომლებიც ასე ვთქვათ ადამიანის ენერგიებს და ადამიანის რაღაცეებს ცუდად იყენებენ, აზომბირებენ, ამამპირებენ და ასე ვთქვათ ვირუსები არა და ვირუსის აი როგორც ვირუსი ისე, მაგრამ ადამიანი ბიობოტები ეხლა ჩვენ ამას ვერ აგრძნობთ. ამას გრძნობენ ჩვენი სულები და ჩვენი ასაზნანიები გრძნობენ ამას, როდესაც ადამიანი რა ქვია იბლოკება და ვერ გაუგია საიდან დაიბლოკა, უნდა ჩათვალოს რომ აი დაიბლოკა აი ინტერნეტიდან, ანუ თავისივე ვიდეოებიდან, სადაც ასე ვთქვათ გადაიღო სურათები და ჩაყარა Facebook-ზე, ან გადაიღო ვიდეოები და ჩაყარა გააჩნია მეც ავწერ ვიდეოებსა და მეც ავყრი Facebook-ზე, მაგრამ წარამარა მე თვალებში არ ჩავჩეჩინებ ამ იმას, რა ქვია, ინტერნეტს, იმიტომ რომ არის, რა ქვია, ინტერნეტი იგივე მაგია. არის სამაგლაზები რას ქვია, თვითგლაზები, ანუ ადამიანი თავის თავს თვითონ იმაშვრება, თარსავს. და ინტერნეტი კიდე მით უმეტეს თარსავს. ინტერნეტი რა არის? ინტერნეტი არის მექანიზმი, რომ შეითვისოს ადამიანის ნიჭები, ცოდნები. პირველი ვამპირი არის ინტერნეტი. ინტერნეტით სწავლობენ ეს პროგრამისტები, აი ჩვენით ადამიანებიდან სწავლობენ პროგრამისტები ყველაფერს. ჩვენიდან სწავლობენ პროგრამისტები, რასაც ანუნახები აკონტროლებენ ეს ერები, რეები, გრეები და არხოტები, ანუ ელიტები ჩვენიდან სწავლობენ ყველაფერს. და ჩვენ გვავამპირებენ. ასე რომ არ არის რა ქვია, საერთოდ კამერები, მაღაზიის კამერები, ქუჩის კამერებს, იგივე სამეზობლო კორპუსების კამერებსა და იგივე ამ ინტერნეტზე ვიდეოების ჩაყრას ინტერნეტ კამერებს ადამიანი უნდა მოერიდოს. რაც მინდა ეხლა ჩემს სურათებზე და ჩემს ატრაჟენიებზე ზედმეტი რაღაცეები. გინდა კერძო პირებისაგან და გინდა სახელმწიფო პირებისაგან და გინდა ხელოვნური ინტელექტებისაგან, არ მინდა. ხო ვარ მართალ? ყველა მაზომბიროს კიდე თავისი თავი. მადლობა ჩემს სულს, მადლობა ჩემს ვიშიეს ვეტრიეს სილებს.